შუა ველური დასავლეთი, სადაც დღემდე კოვბოური სტილი მოდაშია. ცხენი გადაადგილების საუკეთესო საშუალებაა, ხოლო ნადირობა საყვარელი გატაცება. ეს არის ერთსართულიანი ამერიკა, რომელშიც ოჯახის კულტი ბატონობს და პოლიტიკაზე ლაპარაკი მიღებული არ არის. სამხრეთ დაკოტა ამერიკაში სანახავი შტატების სათავეში ნამდვილად არ არის, თუმცა ზუსტად რომ აქ შეიძლება აშშ-ს შესახებ ბევრი რამის გაგება. პატარა ქალაქების მთავარი ხიბლი მდგომარეობს იმაში, რომ ყველაფერი გაწვდილი ხელის მანძილზეა. სასტუმროში ასეთ დაწვრილებით და ფერადოვან რუკას იღებ და წინ ქვეითად ქალაქის გასაცნობად. რაპიდ სიტი სამხრეთ დაკოტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქია. ადგილობრივი საზომით ქალაქი და მისი 70,000-მდე მცხოვრები ნამდვილი მეგაპოლისია. თუმცა ყოველგვარი მანიშნებლის გარეშე საზოგადოებრივი ტრანსპორტი იშვიათად დადის. მრავალსართულიან სახლებს თითებზე ჩამოთვლი, მაგრამ აშშ-ში ეს არის ერთადერთი დასახლებული წერტილი, რომელიც პრეზიდენტის ქალაქის ამაყ სახელს ატარებს. ყველა პრეზიდენტის ძეგლი გვაქვს. ჯორჯ ბუშ უმცროსამდე. ობამას ქანდაკებას უკვე ამზადებენ. ქალაქის ცენტრში ისიც მალე გაჩნდება. საპრეზიდენტო პროექტი ქალაქში 17 წლის წინ დაიწყეს. რა თქმა უნდა, ტურისტების გამო. ყოველ ძეგლს თავისი სპონსორი ჰყავს. ადგილობრივი მთავრობის მთავარი დავალებაა ძეგლისთვის სწორი ადგილი შეარჩიოს და ყურადღება მიაქციოს, რომ დაახლოებით ერთი ზომის იყოს. ქალაქ რაპიდში ყველა პრეზიდენტს ერთნაირად მიაგებენ პატივს, თუმცა სახელით მხოლოდ ზოგიერთი იციან. დაწყებით სკოლაში ყველა პრეზიდენტის სახელი ზეპირად ვიცოდი, მაგრამ ახლა ვერ ჩამოვთვლი. დამოვიწყდა. სიცივის დადგომასთან ერთად ძეგლებზე ჩვეულებრივ დამატებითი აქსესუარები ჩნდება, რაც ვანდალიზმი არ არის, არამედ ძველი ტრადიცია. იცით ზამთარში ძეგლებს რას ვუკეთებთ? ვაცმევთ ქუდებს, შარფებს, პალტოს, ყველაფერი უსახლკაროთათვის, რომლებიც ქანდაკებიდან ხსნიან ყველაფერს, რაც სჭირდებათ. შემდეგ კი ადგილობრივები ქანდაკებას ისევ აცმევენ. ხოლო თუ ქალაქ რაპიდში პრეზიდენტების საკმარისი არ აღმოჩნდა, მაშინ 9 საათის სამგზავრო მანძილზე ცნობილი მთა რაშმორი დგას, სადაც თეთრი სახლის მეპატრონეთა ქანდაკება მნიშვნელოვნად უფრო დიდია. ჯორჯ ვაშინგტონის, აბრაამ ლინკოლნის, თეოდორ რუზველტის და თომას ჯეფერსონის უდიდესი ბარელიეფი. მოქანდაკე გასტან ბორგლამმა 400 კაციან გუნდთან ერთად მონუმენტზე 14 წელი იმუშავა. კლდის დიდ ნაწილებს დინამიტით აფეთქებდნენ. შემდგომ კი სახეებს ხელით კვეთდნენ. თავდაპირველად მემორიალის ავტორი უფრო დიდი პრეზიდენტების ქანდაკების გაკეთებას გეგმავდა წელამდე, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დროს ფული დასრულდა, ხოლო მოგვიანებით გადაწყვიტეს, რომ დაეტოვებინათ ისე როგორც არის. ყოველი პრეზიდენტი განსაკუთრებული დამსახურების გამო გამოსახეს. მაგალითად, ლინკოლნმა მონობა გააუქმა. ჯეფერსონი კი დამოუკიდებლობის დეკლარაციის ერთ-ერთი ავტორი იყო და მეტიც. მთა რაშმორთან მასზე ასევე როგორც კულინარზე ისეყვებიან. ვიცი, რომ განსაკუთრებული ნაყინით ვაჭრობდა. დიახ, ჩვენი ნაყინი თომას ჯეფერსონის რეცეპტით. რეცეპტი ორიგინალში ასეთი იყო. უკანა მხარეს განმარტება, ვინაიდან ხელწერა არც ისე გარჩევადი ჰქონდა. გამოდის, რომ თომას ჯეფერსონმა არამხოლოდ პოლიტიკური წვლილი შეიტანა ქვეყნის ისტორიაში, ასევე აშშ-ს ტკბილი ინდუსტრიის განვითარებაზე მოახდინა გავლენა. მთელ ამერიკაში მან პირველმა დაწერა ნაყინის რეცეპტი. ეს არის ფაქტი. რეცეპტის ორიგინალი კონგრესის ბიბლიოთეკაში ინახება. რეცეპტი 1790 წლით თარიღდება, ხოლო თანამედროვე ინტერპრეტაცია ორიგინალისაგან მხოლოდ მცირედით განსხვავდება. მხოლოდ სტაბილიზატორი დავამატეთ, რათა ნაყინი თანამედროვე კვებით სტანდარტებს შეესაბამებოდეს. ვანილის გემო აქვს და მრავალი მყიდველი ამბობს, რომ ძალიან ჰგავს ბავშვობაში ნაჭამ ოჯახურ ნაყინს. გასინჯეთ ისტორია გემოზე. ძალიან გემრიელია. პრეზიდენტმა ჯეფერსონმა ნამდვილად იცოდა კარგი ნაყინის დამზადება. ჯეფერსონის რეცეპტის ნაყინის გასინჯვა მხოლოდ მთა რაშმორის მახლობლად შეიძლება. ადგილობრივმა მთავრობამ მონუმენტი მთელს ქვეყანაში შტატ სამხრეთი დაკოტისთვის სახელის მოსახვეჭად მოიფიქრა და ტურისტებმა გეგმის შესრულებას დიდად გადააჭარბეს. წელიწადში 2,5 მილიონზე მეტი მნახველი ჩამოდის. ამერიკელები თავის მოვალეობად მიიჩნევენ დიდი პრეზიდენტებისთვის პატივის მიგებას. მაგრამ არა მხოლოდ ისტორიისთვის მიდიან სამხრეთ დაკოტაში ამერიკელები. ეს შტატი მათ უსაფრთხო მომავლის გადმოსახედიდანაც იზიდავს. ვინაიდან ზუსტად აქ სთავაზობენ ნებისმიერი სცენარის მქონე სამყაროს აღსასრულის გადასატან ვარიანტებს. ატომური ომი, ასტეროიდი, ან ნებისმიერი სხვა კატასტროფა. აპოკალიფსის თეორიის თაყვანისმცემლები დარწმუნებულები არიან, თუ რამე მსგავსი მოხდება, მაშინ მხოლოდ რჩეულები გადარჩებიან. მაგალითად, შანსი აქვთ მათ, ვინც სამხრეთ დაკოტაში უძრავ ქონებაზე წინასწარ იზრუნა. 30 კილომეტრი ტრიალი ველი, მობილური კავშირი არ არის, ხოლო უახლოეს დასახლებულ წერტილამდე 9 საათი უნდა იმგზავრო. მაგრამ ზუსტად ამ ტერიტორიას გააჩნია ყველა შანსი იმისა, რომ მომავლის ქალაქი გახდეს.
უცნობის შუაგულში. ასე შეიძლება აღიწეროს ეს ადგილი. მიწის გზა და მანიშნებლები და მხოლოდ დიდი წარწერა, კერძო საკუთრება. აქვე გვხვდება რობერტ ვისინა, ბუნკერების მეპატრონე. მანქანას შუა მინდორში ვტოვებთ. შემდგომ კი მისტერ ვისინასთან ერთად წავალთ. რამდენჯერმე ვჩერდებით მორიგი კარიბჭის გასაღებად და დასახურად. სანამ საბოლოო ბორცვებით მოფენილ მინდორს არ მივუახლოვდებით. ეს არის თავდაცვითი ნაგებობები. რამდენი ბუნკერი გჭირდება? ვისინა როგორც გამოცდილი ბიზნესმენი, უმალვე მომავლის უძრავი ქონების შეძენას გვთავაზობს. პირველ რიგში ბუნკერების ხელსაყრელ გეოგრაფიულ განლაგებაზე ამახვილებს ყურადღებას. დიდ წყალსატევებამდე შორია, რაც ცუნამის გამორიცხავს. ასევე ეს მიდამო პოტენციური ატომური დარტყმების სამიზნეთა სიასთან ახლოსაც არ არის. ფართობი თითქმის 47 კვადრატული კილომეტრია. 575 ბუნკერის სამხრეთ მხარეს, 275 ჩრდილოეთით. ყველაფერი ეს ყოფილი სამხედრო ბაზის ნაწილია, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროს რაკეტებს აწარმოებდნენ და ინახავდნენ. ეს არის ის, რითაც ვიწყებთ. შიგნით კი როგორ დიზაინსაც მოისურვებ, ისეც გააკეთებ. რობერტი ერწმუნება, რომ ბუნკერები წარმოუდგენლად მტკიცეა. საფარი რადიაციას არ ატარებს, ხოლო შიგნით ადგილი დიდი ოჯახისთვისაც არის სამყოფი. ახლა კარკასი დავასრულეთ და პანელების დაყენებას ვიწყებთ. ეს არის პირველი ბუნკერი, რომელშიც რემონტის გაკეთება დაიწყეს. იქნება 4 საძინებელი, 2 აბაზანა, პატარა კინოთეატრი და სამზარეულო. მოკლედ ყველაფერი იმისთვის, რომ სამყაროს აღსასრული მოსახერხებლად გადაიტანო. ეს არის მწვანე ოთახი, სადაც ბოსტნეული გაიზრდება. ასევე კლიენტის სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია პატარა თევზის მეურნეობის მოწყობაც. ყველაფერი ამის ბეტონის კოლოფში წარმოდგენა ჯერ რთულია, მაგრამ რობერტი სკეპტიკოსების დამარცხებას მიჩვეულია. რამდენიმე მსგავსი პროექტი აშშ-სა და ევროპაში უკვე ააშენა და ბუნკერი მაგალითად შტატ ინდიანაში უკვე სრულად გაიყიდა. შეგიძლია პირადი ბუნკერის ყიდვა, ასე $25,000 ღირს. ასევე შესაძლებელია ბუნკერში უბრალოდ ადგილის შეძენა. ასეთ ბუნკერში 24 ადგილი იქნება და $5,000 ერთი შენი იქნება სამუდამოდ. ვისინას მუშაკები ბუნკერებს უფასოდ იღებენ. სკოტი კალიფორნიიდან ჩამოვიდა და ჯერჯერობით ამგვარ საცხოვრებელს სხვებისთვის ხდის მოსახერხებლად. მაგრამ უკვე ფიქრობს თუ როგორ მოაწყობს პირად თავშესაფარს. ვიცი რომ დასამალი ადგილი მაქვს, სადაც ოჯახის წაყვანას შევძრებ და სადაც დაცულები ვიქნებით. ჩემი ძმა, მშობლები, ყველა აღფრთოვანებულია, რომ ახლა ჩვენს ოჯახს აქვს ბუნკერი. უკვე ვერ ითმენენ ჩამოსვლასა და ყველაფრის საკუთარი თვალით ნახვას. წყლის, საკვების და გენერატორის სიმძლავრის მარაგი სულ მცირე 1 წელი ჩაკეტილი ცხოვრებისთვის არის საკმარისი. ის რომ ბუნკერი საჭირო იქნება, რობერტი ამას არც კი ეჭვობს. ამასთან, მისი ვერსიით, თავარი საფრთხე არაბირთვული ომია. ყველაზე მეტად სერიოზული ბუნებრივი ცვლილებებისთვის ვემზადებით, რომელიც შეიძლება პლანეტაზე მოხდეს. ვინაიდან ასეთ შემთხვევაში მნიშვნელობა არ ექნება იმას, თუ სად იმყოფები, ჩინეთში, ამერიკაში თუ კორეაში. ასეთ ბუნკერებში დამალვას მთლიანობაში 10,000-მდე ადამიანი შეძლებს. თავია დროულად მიაღწიო აშშ-ს შუაგულს, იპოვო საჭირო ბორცვი და შიგნიდან სწრაფად ჩაიკეტო. ეს კარი ტონაზე მეტ სიწონის და ბუნკერის შემქმნელები ამტკიცებენ, რომ ზუსტად რომ მას შეუძლია ოჯახის დაცვა სამყაროს აღსასრულისგან. ერთადერთი რაზეც ვისინას პასუხი არ აქვს, როგორ უნდა იცხოვრო 1 წელი ჩაკეტილ სივრცეში ათეულობით თუნდაც ახლობელ ადამიანთან. ამბობს, რომ მისი მიზანია ყოფითი კომფორტის უზრუნველყოფა, ხოლო ფსიქოლოგიურზე ყოველი თავად არის პასუხისმგებელი. განსაკუთრებით კი თუ გადარჩენა უნდათ. სანამ ბუნკერი შენდება, ხოლო სამყაროს აღსასრულის მომხრეები კონსერვირებული საკვებით მარაგდებიან, ადგილობრივი რესტორნები ახალი ადგილობრივი სურსათისაგან დამზადებულ კერძებს თავაზობენ. რაპიდ სიტის მთავარ ქუჩას ასეც ქვია, მთავარი, სადაც მრავალ რესტორანს შორის ცეცხლოვან წითელ ლაქად გამოირჩევა სახანძრო განყოფილება. ბიზონის ხორცის ბურგერისთვის ზუსტად რომ აქ უნდა მოხვიდე. კიბე ხანძრის ჩასაქრობი აერწინაღი. უბრალოდ სახანძრო განყოფილების ზუსტი ასლი არ არის. ოდესღაც ეს სათავსო მართლაც მეხანძრეებს ეკუთვნოდათ. სახანძრო განყოფილება აქ 1915-დან 1974 წლამდე მუშაობდა. აგურით ნაშენი, ჭერი, იატაკი, კარი, ყველაფერი ნამდვილი სახანძრო განყოფილებიდან დარჩა. დეკორაციებს კი ბობი მთელს ქვეყანაში აგროვებდა. ამბობს, რომ როდესაც 1991 წელს რესტორანი გახსნა, უბრალოდ გამოცემებში განცხადებებს წერდა. ახლა კი კოლექციას ინტერნეტის მეშვეობით ავსებს. არსობრივად ახლა ავტოფარეხში ვიმყოფებით, სადაც ოდესღაც სახანძრო მანქანები იდგა. დარბაზის ბოლოში ლუდის ავზები დგას, ხოლო თავად ლუდსახარში სართულით ზემოთ მდებარეობს. ავზები მილებით ბართან არის დაკავშირებული. როდესაც სასმელს უკვეთავ, სრულად ახალს იღებ.
სახანძრო განყოფილებაში ლუდთან ერთად შემოგთავაზებენ განსაკუთრებულ ბურგერს, ხორცის ორი სახეობით, ბიზონის კოტლეტი, ზემოდან კი შებოლილი საქონელი. ჩვენი ხორცი 7 საათამდე იბოლება. რა თქმა უნდა, სამხრეთ დაკოტაში ბიზონის ხორცი ძალიან პოპულარულია. აუცილებლად გასინჯეთ. ბობი ადგილობრივ ხორცს ტყუილად არ აქებს. ტრამალიანი სამხრეთ დაკოტისთვის მესაქონლეობა მეურნეობის ერთ-ერთი წამყვანი დარგია. ერთ მცხოვრებზე აქ 5 ძროხა მოდის, რაც ამერიკის ნებისმიერ სხვა შტატზე უფრო ბევრია. რანჩოზე საქონელს ნამდვილი კოვბოები მწყემსავენ, რომლებსაც ყოველდღიური სამუშაოს გარდა ოსტატობის წარმოჩენა როდეოზე უყვართ. აქ ყველაფერი წუთებში და წამებში წყდება. ადგილობრივების როდეო ისეა როგორც ჰოკეი ვაშინგტონში ან ბეისბოლი ნიუ-იორკში. ასპარეზობის სანახავად ადგილობრივების ნახევარი იკრიბება, დანარჩენი კი მონაწილეობს. ძალზედ პოპულარული სპორტის სახეობა. ჩვენი ასოციაცია 1947 წლიდან არსებობს და ყოველ წელს 50-მდე როდეოს ვატარებთ. კლიფ ნელსონი უმეტესობაში მონაწილეობის მიღებას ცდილობს და ხშირად იმარჯვებს კიდეც. 2 წლიდან ჯირითობ, როდეოზე უკვე 15 წელია გამოვდივარ. ჩემი კატეგორიაა სტირ რესლინგი, ანუ კამანდს არ ვიყენებ. მხოლოდ ცხენს, სიჩქარეს ვკრებ, შემდგომ ვიხრები და მოზვერს ხელებით ვიჭერ. დღეს ამილეთისთვის კლინტმა და მისმა ცხენმა ჯომ $300 გამოიმუშავეს. როდეოზე ჯილდო არც медаლია, არც სიგელი, არამედ ფული. გამარჯვებულს ასეულობით $1000 მოგება შეუძლია, მაგრამ ასეთები ერთეულები არიან. უმეტესობა როდეოსა და სამსახურს ათავსებს. მე და მამაჩემს რანჩო გვაქვს, 500 ძროხა გვყავს. როდეო უფრო გატაცება. ამასთან ძალიან ძვირი. მხოლოდ ცხენი $15,000-მდე ღირს. ასევე უნდა შეიძინო უნაგირი, აკაზმულობა, კამანდის ნაკრები. თოკის ერთი გორგალი $40 ღირს. ამასთან ხშირად მხოლოდ ერთ როდეოს ყოფნის. კამანდის ძალიან ბევრი სახეობა არსებობს, ალბათ 60-მდე. რა თქმა უნდა, თოკი ძალიან კარგი უნდა იყოს. ეს ხომ მთავარი ხელსაწყოა, რომლითაც კოვბოის სარჩოს შეუვლობს. იგივეა, რომ მექანიკოს მანქანის შესაკეთებლად კარგი ხელსაწყოები ჰქონდეს. რა თქმა უნდა, თოკის შეძენა საკმარისი არ არის. საჭიროა სწორად დატრიალების ცოდნა. მოდი ჯერ კამანდის გარეშე. უბრალოდ ხელი ატრიალე. ოღონდ მტევანიც არ დაივიწყო. ისიც უნდა ატრიალო. შემდეგ კი ერთი და მოზვერს ესროლე. უფრო ქვემოთ გადააგდე. კარგია, ახლა შეკარე. თითქმის გამოვიდა. რქაზე კამანდის შეგდება შეძელი. გამიმართლა, რომ 7 ძროხა შემხვდა. კოვბოის აღჭურვილობაც არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაწილია. აქ მონაწილეებიც და მაყურებლებიც ისე გამოიყურებიან, როგორც ვესტერნებში. ხოლო თუ ვინმე ჩვეულებრივი სამოსით მოვიდა, პირდაპირ არენასთან იმიჯის შეცვლაში დაგეხმარებიან. ადგილობრივების ფონზე თეთრი ყვავი ვითვარ, ამიტომაც საჩქაროდ უნდა გადავიცვა. გთავაზობთ ასეთი პერანგით დაიწყოთ. ყველა გოგონა კოვბოი ატარებს. შემდგომ ქვედაბოლო, კამარი და რა თქმა უნდა წაღები. სპორტულ ფეხსაცმელზე მოსახერხებელია. ახლა უკვე როდეოზე წასვლა შეიძლება. ოღონდ აღმოჩნდა, რომ ამგვარი სამოსი ეგრეთ წოდებული მოდური კოვბოის სტილია, რომლითაც როდეოს ნახვა შეიძლება, მაგრამ ცხენთან უმჯობესი არ მიხვიდა. ნამდვილი კოვბოი გოგონები ქეროლივით არიან ჩაცმული. მტკიცე ჯინსი, უხეში წაღები, პერანგი და შლაპა. მხოლოდ ცხენის ჩლიქები და სარტყელია მორთული. ნამდვილი გოგონა კოვბოი ვარ. და კიდევ ერთი ასპარეზობის ყველაზე ასაკოვანი მონაწილე. 55 წლის ვარ. კიდევ არის 27 წლის. დანარჩენები 25 წელზე ნაკლებისები არიან. დღეს მოზვერს ქალური ხერხით დავიჭერ. კამანს ვტყორცნი. მკვეთრად ვჩერდები. ხოლო თოკის მეორე ბოლო უბრალოდ უნაგირიდან ჩამოსხლტება, რაც ძალიან სწრაფია. როგორც წესი, 2 წამში უნდა გაუმკლავდე. რაპიდ სიტიში როდეოს ეს საფეხური 3 დღე გრძელდებოდა. მიდამოში მსგავსი ასპარეზობები მთელი წელი ასეულობით ტარდება. ზაფხულში კი როდეოს საბავშვო სკოლებს ეცაწყობენ. მათთვის კამანდის ტრიალი და ჯირითი კომპიუტერის თამაშებზე უფრო საინტერესოა. ხოლო მთავარი ასპარეზობა, როგორც სპორტსმენებისთვის, ოლიმპიადა, დეკემბერში ლას-ვეგასში ტარდება, სადაც აშშ-ის საუკეთესო 15 კოვბოი შეხვდება ერთმანეთს. სამხრეთ დაკოტაში კოვბოი არა მხოლოდ ძროხებს მწყემსავს და როდეოზე გამოდის. მათ შორის შემოქმედებითი ადამიანებიც არიან. ჯერ კიდევ აეროპორტში ყურადღება მივაქცეთ ფრინველის უჩვეულო ქანდაკებას. აღმოჩნდა, რომ ადგილობრივი მოქანდაკის ნამუშევარია, რომელიც მთელ ამერიკაშია ცნობილი. ჯართის გროვა, შესადუღებელი და უსაზღურო წარმოსახვა. ჯონ ლოპესი ტრაქტორებისა და კომბაინების ნაწილებისაგან ნამდვილ სასწაულებს ქმნის.
ქანდაკების გაცოცხლებას ვცდილობ. ჯარც ახალ სიცოცხლეს ვანიჭებ. ბრინჯაოს ტრადიციულ ქანდაკებებზე უფრო ბუნებრივი გამოდის. ძირს დაგდებული ლითონის ნაგლეჯი ჩვენთვის ნაგავია. ჯონი კი მასში თევზის მომავალი ქანდაკების ნაწილს ხედავს. ერთი წამი დავფიქრდე. შეხედე, ეს ქერცლისთვის გამოდგება. არსობრივად, უბრალოდ ნაწილს ვიღებ. ადგილზე მოვარგებ და თუ მომეწონა ვადუღებ. ჯონი ჯარც მეზობელ ფერმებსა და რანჩოში აგროვებს. ადგილობრივებმა იციან, რომ წელიწადში რამდენჯერმე მათთან მოქანდაკე ჩამოდის და მიაქვს ის, რის გადაყრასაც აპირებდნენ. ჯარც მუდმივად ვაგროვებ. ადგილობრივებთან უამრავი სხვადასხვა ნაწილის პოვნა შეიძლება. კომბაინის, ტრაქტორის, ასე რომ დიდი არჩევანი მაქვს. სამუშაო შემოქმედებასთან ერთად ფიზიკურ ძალასაც მოითხოვს. ლითონის ნაწილების დაღუნვაა საჭირო, მძიმე ნაწილების აზიდვა და ამასთან შექმნა. ამ ქანდაკებაზე 4 წლამდე დამჭირდა. ალბათ სულ მცირე 1 ტონას იწონის. ეს არის ხორბლის კომბაინის ნაწილი. დისკით ნიადაგს ხნავს. ეს კი აირის ავზის ნაწილია. ოსტატის ქანდაკების ნახვა ამერიკის ყველა კუთხეში შეიძლება. რა თქმა უნდა, ყველაზე ბევრია მშობლიურ სამხრეთ დაკოტაში. აქ არის რანჩო, სადაც ჯონი გაიზარდა. სახელოსნო ძველი კოვბოების ბარის ადგილას და ბუნება, რომელიც მას ახალ იდეებს კარნახობს. ასე რომ, რაც არ უნდა ეძახონ დიდ ქალაქებში სამუშაოდ, აქედან ფეხის გადადგმასაც არ აპირებს. სამხრეთ დაკოტა მეცნიერებსაც უყვართ. ამასთან მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან ყოფილ მაღაროში სამუშაოდ, რომელშიც 100 წელი ოქროს მოიპოვებდნენ. ახლა კი ეს მეცნიერების ტერიტორიაა, სადაც სამყაროს მოწყობის კითხვაზე პასუხს ეძებენ. მიუხედავად იმისა, რომ მაღარო თავისი დანიშნულებით უკვე დიდი ხანია აღარ მუშაობს, მაინც მაღაროელის სრული აღჭურვილობით უნდა ჩახვიდე. ჩაფხუტის, ლიფლიფის და 2 სანიშნეს გარეშე აქ არ შეგიშვებენ, რომელთაგან ერთს ზევით ვტოვებთ. ასე ჩანს, თუ რამდენი ადამიანი იმყოფება მაღაროში. სიღრმეში ლიფტს ჩაყავხარ, რომლითაც ოდესღაც ოქროს მაძიებლები სარგებლობდნენ. ქვევით 1,5 კილომეტრით ვეშვებით. მოცემულ დროს ეს არის ყველაზე ღრმა სამუშაო დონე. თუმცა მაღაროს სიღრმე 2,5 კილომეტრს აღწევს. 10 წუთში ლიფტი ჩერდება. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მაღაროა, ოღონდ ძალზედ მოწესრიგებული. მაგრამ თუ მარჯვნივ შევუხვევ, ინტერიერი მკვეთრად იცვლება. მბზინავ დერეფან სტერილურ ლაბორატორიაში მივყავართ. სუფთა ოთახში შევდივართ. ტექნიკა კარგად უნდა გაიწმინდოს. მიკროფონიც კი აიღეს. ასეთი ზომები სამუშაო გვირაბში მოსახვედრად არის საჭირო, ხოლო საკუთრივ ცდის ოთახში შესასვლელად ყველაფერი გაცილებით რთულია. თათმანის პირველ შრეს კოჩით შევკრავ. ახლა კი მეორე ჩამოიცვი. ყველაფერი იმისთვის, რომ ქვემოდან არაფერმა შემოაღწიოს. ახლა მზად ხარ. ყველაფერი ძალიან რთულია. ამგვარი აღჭურვილობა ადამიანის დასაცავად არ არის. პირიქით, ზუსტად რომ ადამიანი წარმოადგენს აქ საფრთხეს. ლაბორატორიაში ნეიტრინოს იკვლევენ. უმცირეს ნაწილაკს, რომელიც სამყაროს გაჩენის დროს წარმოიშვა. მისი აღმოჩენა ძალიან რთულია. ამიტომაც მეცნიერებმა ყველა შესაძლო ხარვეზი გამორიცხეს. ასე ღრმად გამიზნულად ჩავედით, რათა გამოსხივებამ ცდაზე გავლენა არ მოახდინოს. ამგვარი ჩაცმულობით შემოვდივართ, რათა რადიაციის ნაწილაკი არ შემოვიტანოთ, რომელიც შეიძლება იყოს ტანსაცმლის მტვერში ან თმებში. ძირითადი მოქმედება ამ კოლოფში ხდება, რომელიც ყრუდ არის დახურული. მონაცემებს კომპიუტერი გადმოსცემს, ნეიტრინოს გამოიკვლევენ და შეძლებენ პასუხი გასცენ კითხვას: რატომ ჩამოყალიბდა გალაქტიკები, ვარსკვლავები და პლანეტები იმ სახით, რა სახითაც ახლა არსებობენ? გვინდა გავიგოთ, თუ რატომ არსებობს კაცობრიობა. მაღაროს მეორე ბოლოში ვარსკვლავებს იკვლევენ. ახლა დევისის კამპუსიდან როსის კამპუსში მივდივართ. მარკ ჰანჰარტი ხუმრობით თავს ვარსკვლავოსან მაღაროელს ეძახის. ამბობს, რომ ყოველთვის კოსმოსის გამოკვლევაზე ოცნებობდა, მაგრამ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ამისთვის მიწისქვეშ მუშაობა მოუხდებოდა. ეს გრძელი მოწყობილობა ჩვენს მზეზე გაცილებით უფროს ვარსკვლავებში მიმდინარე ატომურ რეაქციებს ასახიერებს. პლანეტების ჩამოყალიბებას არ ვიკვლევთ. ჩვენი დარგი უფრო ფუნდამენტურია. ვიკვლევთ თუ როგორ ქმნის სამყარო ელემენტებს, რომლითაც პლანეტა ყალიბდება. ანუ თუ პლანეტა არის სახლი, მაშინ ჩვენ აგურის ატომებს ვიკვლევთ. საშუალოდ მიწისქვეშ სხვადასხვა ქვეყნიდან 70 მეცნიერი მუშაობს. ისინი ისევე როგორც ოდესღაც მაღაროელები, ქვევით, განრიგით ჩადიან და ცვლის შემდეგ ზემოთ ამოდიან. ოღონდ სამუშაო გაცილებით სუფთა აქვთ.
მრავალი რამის გადაკეთება მოგვიხდა. ტენიანობის მოწესრიგება, ჰაერის სისუფთავის უზრუნველყოფა. 3 წელზე მეტი დაგჭირდა მაღაროს მეცნიერებისთვის გადასაწყობად. რის პოვნასაც მეცნიერები მაღაროში ნამდვილად ვერ შეძლებენ, ეს არის ოქრო. ინჟინრები ირწმუნებიან, რომ ძვირფასი ლითონის მარაგი უკვე დიდი ხნის წინ გაიტანეს. სამაგიეროდ ახალი ლაბორატორიებისთვის არის ადგილი. ახალ გვირაბებს, ახალი ცდებისთვის ამზადებენ. მიწისქვეშა სამეცნიერო ობიექტი გაფართოვდა. მეცნიერების მიერ გამოკვლევადი სამყაროს ისტორიის დანახვა ან შეხება, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. ასევე სრულად გაგებაც, მაგრამ სამხრეთ დაკოტაში არის ისეთი ადგილი, სადაც დაწვრილებით შეიძლება ნახვა თუ როგორი იყო დედამიწა 1000 წლის წინ. ცუდი ან უნაყოფო მიწები. ასე ქვია ეროვნულ ნაკრძალს, რომლის გამოც ტურისტები სამხრეთ დაკოტაში მოდიან. რაპიდ სითიდან 65 კილომეტრში მდებარეობს. ოღონდ მთელი გზის განმავლობაში ნაკრძალისკენ მანიშნებლებს ვერ დაინახავთ. გზის პირი აქ სრულად სხვა რეკლამებით არის დაკავებული. Wall Drug Store, ანუ აბრები, ქალაქ უოლის აფთიაკისკენ გიწვევს. გვპირდება უფასო წყალს, იაპყავას, გემრიელ ფუნთუშას და ტურისტები როგორც წესი შედიან. ეს მაღაზია შეიძლება ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში დახურულიყო, მაგრამ ყველა ეკონომიკური კრიზისი გადაიტანა და რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილი გახდა. ეს ახლა არის დიდი სავაჭრო ცენტრი. ყველაფერი კი 1931 წელს დაიწყო, პატარა აფთიაქით. ჩემმა ბებია ბაბუამ პაწე აფთიაქი გახსნეს, 7 მეტრი 18-ზე. აქვე ცხოვრობდნენ, ფარდაგის უკან, 4 ბავშვით. სამაგიეროდ სამსახურში არასდროს აგვიანებდნენ. დასაწყისში საქმე ძალზე ცუდად მიდიოდა. დიდი გზიდან პატარა ქალაქში თითქმის არავინ მოდიოდა. მაშინ რიკის ბებიამ გადაწყვიტა, რომ მათ რეკლამა სჭირდებათ. წყლის რეკლამა, ვინაიდან სხვები უფასო წყალს წლობით ასხამდნენ, მაგრამ ამგვარ მომსახურებას არავინ არ რეკლამებდა. რამაც იმუშავა, უკვე მომდევნო ზაფხულს აფთიაქში 8 ახალი თანამშრომელი დაიქირავეს, თუმცა ოჯახური წყვილი ამაზე არ შეჩერდა. გადაწყვიტეს ყავის სულ რაღაც 5 ცენტად გაყიდვა, რის შესახებაც გზის გასწვრივ უმეტესი აბრა გაუწყებდა და საფირმო ფუნთუშებიც მოიფიქრეს. რეცეპტის შენარჩუნებას ვცდილობთ. გემოთი ფუნთუშა ისეთივეა, როგორც ჩემს ბავშვობაში. მერწმუნეთ, სამხრეთ დაკოტაში ეს არის ყველაზე პოპულარული ფუნთუშა. რიკის აზრით ყველაზე გემრიელი არის ნეკერჩხლის წვენის კრემით. ყავისთვის სულ 5 ცენტი. ხოლო ფუნთუშებით გაგიმასპინძლდებიან. ამიტომაც ოფიციალურად ეს არის ყველაზე იაფი საუზმე ამერიკაში, რაც კი ოდესმე გამისინჯავს. და ყველაზე გემრიელი. ასევე მუშაობს საჩუქრების მაღაზია, სადაც ჩვეულებრივ მაგნიტებსა და ღია ბარათებთან ერთად რქიანი კურდღლების ფიტულები იყიდება. ეს არის მითიური არსება, რომლის შესახებაც ადგილობრივები მრავალ ლეგენდას ყვებიან. ჯეკალოპი მხოლოდ ამ რეგიონში ბინადრობს. მისი პოვნა ძალიან რთულია, ვინაიდან შიშარა ცხოველია. მისი დაჭერა დიდი იღბალია. ეს ნიშნავს, რომ ადამიანს უდიდესი წარმატება ელის. ნაკრძალ ბედლენდსში ბინადრობს თუ არა რქიანი კურდღელი უცნობია, მაგრამ ზუსტად აქ ველური ბუნება ადამიანს დიდად კარგად არ ეპყრობა. მე-20 საუკუნის დასაწყისში ფრანკო-კანადელი მონადირეები ამ ადგილს მოგზაურობისთვის ცუდ ტერიტორიას ეძახდნენ. ბედლენდს თავად იმისჯერეთ, ირგვლივ ან მთებია, ან უდაბნო. ნიადაგი გამომშრალი, ტემპერატურა კი ძირითადად მაღალი. სამაგიეროდ, ახლა ცუდი მიწიდან კარგად გადაიქცა, ვინაიდან აშშ-ში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ეროვნული პარკი და შემოსვლა რა თქმა უნდა 1000 კვადრატული კილომეტრი ტრამალი, კლდე და ბასრი ბორცვები. ეს ადგილი ოდესღაც უძველესი ზღვის ფსკერი იყო, ხოლო პარკის თანამედროვე იერი მოგვიანებით ჩამოყალიბდა 5000 წლის წინ. ქარმა და მთის ნაკადულებმა ფხვიერი ნიადაგი თანდათანობით ჩამოაშორა და მილიონობით წლის კლდეები გააშიშლა. ზუსტად აქ იპოვეს ხმალკბილა ვეფხვის ნეშტი, ასევე ველური ღორის და კენტჩლიქა ცხენის. თანამედროვე ფაუნის წარმომადგენლებიც ბევრი არიან. ეროვნული პარკის წესებით ველურ ბუნებასთან ახლოს მისვლა არ შეიძლება, მაგრამ შეხედეთ, ველური ბუნება თავად მოდის ჩვენ შესახვედრად. სრულად აუღელვებელი იერით. გადათხრილი მიდამო ძაღლთაგვას სახლობის ნიშანია. ტურისტებს არ გაურბიან, ოღონდ ხმამაღლა წივიან. პარკში კი უმჯობესია ჩხრიალა გველს არ გადააწყდე. ნიშანი გაფრთხილებს, თუ ბილიკებიდან გადაუხვევ საფრთხეში აღმოჩნდები. მთლიანობაში უმჯობესია პარკის წლის თბილ დროს მონახულება, როდესაც ადგილობრივი რეინჯერები ტურისტებისთვის ექსკურსიებს და ლაშქრობებს აწყობენ. თავად კი პარკს მანქანითაც კი ერთ დღეში ვერ მოივლი. ადგილობრივები პარკით ძლიერ ამაყობენ და მთლიანობაში შტატით. ყველა ვისთანაც ურთიერთობა გვქონდა
ჰქონდა, ერთხმად ამბობდა, რომ სამხრეთ დაკოტა თელს ამერიკაში საუკეთესო ადგილია. ხალხი რეალური ცხოვრებით ცხოვრობს და ვირტუალურს დიდ პატივს არ მიაგებს. ერთმანეთთან ბევრს ურთიერთობენ, აფასებენ ოჯახებს და ნებისმიერი შესაძლებლობისას სახლიდან გადიან, რათა დრო ტრამალსა და მთებში გაატარონ. ხოლო პეიზაჟების ნაირგვარობა იმდენად დიდია, რომ არჩევანი ნამდვილად დიდი გაქვთ.